გორში ადგილობრივები იმ ადგილას იკრიბებიან, სადაც მანქანა ქვეითად მოსიარულე დედაშვილს დაეჯახა. მოქალაქეებმა ადგილზე სანთლები დაანთეს და ყვავილებთან ერთად ბავშვის სათამაშოები მიიტანეს. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას მძღოლთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას აკისრებს. მათი თქმით, ქალაქში ზებრა გადასასვლელები მოუწესრიგებელია, მაღალი სიჩქარით მოძრავი მძღოლები კი ხელშეუხებლობის გარანტიებით სარგებლობენ. ყველა უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, რომ ნასვამი საჭესთან არის პოტენციური კვლევა. ეს მოხდა გუშინ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მახომედიაშვილი გავიხსენე ჩვენი მეგობარი სტალინის ქუჩაზე, ლიმოზა ყოლიჯაშვილი სტალინის ქუჩაზე, კომბინატში ახალგაზრდა გოგო ვერცხლის კი არა და კარალეთის დევნილთა დასახლებასთან ბავშვი საბავშვო ბაღიდან გამოყვანილი. გადაჭარბებული სიჩქარე და ავტოსაგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა. აი ხო, ჩვენ ვგევართ პირობით ზებრაზე, მიატრია თუნდაც კამერა სადაც სადაც არ ჩანს არა თუ გორელი არ ხარ არის სადაც ზებრა და წეღან არ ვიცი ბიჭის სახელმწიფო არ მახსოვს თქვა რომ იქნება ამაღლებული ზებრები გავაკეთოთ იმიტომ რომ აქ შეიძლება ერთმა მანქანამ დაგიყვეს გადახვიდე და მეორემ დაგაწყას და იყო ეგეთი შემთხვევა ამაღლებულ ზებრაში გულისხმობს გორი ინთარია ყველა ამილებს თუ არ არის რაღაც უნდა მოიქცეს ყველა თორე ყველას კართან მივა ეს ტრაგედია და იმიტომ ვარ რა თუ ჩემი ტრაგედიაც რა შესაძაც ნასვამი ჯდები საჭესთან უკვე ხარ პოტენციური მკვლელი აქ არ უნდა იყოს არანაირი შეწყალება არანაირი ზემოთ დარეკვა არანაირი ვიღაცის მფარველობა რაც გესმის უკვე რომ ვიღაცა ყავს იმას შეუძლია საჭესთან დალიოს კიდევაც რა ვიცი ნარკოტიკული თრობის ქვეშაც იყოს და მას მფარველები გამოუჩნდებიან და უშვებენ მათზე უნდა იყოს სრული სიმკაცრება, რომ ეს არ მოხდეს, ხვალ, ეს არ მოხდეს კიდევ. პირველ რიგში უნდა გამოუქრიტდეს უყველა, ჩემი ბრალიც არის, თქვენი ბრალიც არის, ყველას ბრალია აქ რაც ხდება ჩვენს ქალაქში, უნდა ამოვიღოთ ხმა. არ შეიძლება სხვისი სიჭირი ღობეს ჭირი, ბევრჯერ მაქვს ეს სიტყვები გამეორებული და მართლა ეგ გჭირს ხალხო. სანამ ჩვენ არ დაგვემართება, მანამდე არ გვტკივა. უნდა გამოვიდეთ სხვის ტკივილიც გავიზიაროთ და გამოვიღოთ ხმა, რომ ვიღაცა რო აშავებს, ყველამ უნდა უთხრათ, რომ შენ აშავებ. დამნაშავე არ არის მარტო მძღოლი, რომელმაც ეს საშინელი ტრაგედია გააკეთა და ჩაიდინა. დამნაშავეა ის სისტემა, რომელიც სათანადოდ არ აკეთებს მსგავსი ღონისძიებების დროს ინფრასტრუქტურის გამართვას და მოწყობას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა შუა გზაზე ჩაკეტვა და ქალაქის შუა წერტილიდან კონცერტის ჩატარება. თუ მაინც და მაინც აუცილებლობა იყო, რომ კონცერტი აქ უნდა ჩატარებულიყო, უნდა ჩაკეტილიყო ქუჩის დასაწყისში, ჰოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არ არის გაკეთებული და ამ სიტუაციაში ერთი მთავარი სამბავია, რომ დამნაშავე რა თქმა უნდა არის მძღოლი, მაგრამ დამნაშავე ასევე არის სისტემა, რომელიც ამას არ აკეთებს პრევენციას წინასწარ და ამას ყველაფერს ხელს უწყობს, რომ მსგავსი ტრაგედიები მოხდეს. იმ ადამიანს არაფერი არ გაუფუჭებია, მოქალაქეობრივად, სადაც საჭირო იყო, იქ გადადიოდა საკუთარ შვილთან ერთად, ანუ ზებრაზე გადადიოდა. ზებრაზე გადადიოდა ადამიანი დედა თავის 3 წლის ბავშვთან. წარმოგიდგენია რა მხოლოდ ტრაგედია მოხდა. მე არ ვიცი ხა თუ აი ეს მე უბრალოდ მინდა რომ ზებრები აწია, იმიტომ რომ იმ ბავშვს და იმ დედას არაფერი არ გააბრუნებს და მინდა რომ რაღაცა ხსონას პატივი უცე და უბრალოდ მინდა რომ აწიონ აქაც და კიდე სადაც შესაძლებელი არის სხვაგან. სხვანაირად ვერ გააკეთებთ რაღაცა დამცავ მექანიზმი ხო მაინც უნდა იყოს და ესე ხო არ შეიძლება არა ადამიანი ბავშვს ასე გამოიყანა გასასეირნებლად და სახში აღარ მივიდა. ამაზე ტრაგედია სადმე რამე არსებობს ზოგადად 2026 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 92 ადამიანი ემსხვერპლა 999 კი დაშავდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ავარიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და შიდა ქართლში ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოება საქართველოში კვლავ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჯარიმების გაზრდას ავარიების შემცირების ერთ-ერთ მექანიზმად ასახელებდა, მძიმე შემთხვევები კვლავ ხშირია. 12 წელი რა ქურდებსაძლევი 7-ისა დაუწეს და 2 ადამიანი მოკლა და 7 წელიდან და მე გაუნახევრები და 3 წელიწადში გარეთ გამოვიდეს. ოჯახზე გონია ეს წელზე მე თან გაატარებინე ბეში და შეზრებული ოჯახია და რა თქმა უნდა. ამოხი რომელიც დაიწყება შეუძლებელია ყველა გამოახდინა და სატრანსპორტო წესების დარღვევის მუხლიათ მიყენებული. პირობითი ქონდა. მთვარი იყო. დასავდა მიატოვა. დედაში აყენა მანქანა, მე უკან დაძრა.
უკან აღარ დაეძრა, იქ ცოცხალები გადაჭრილი იყო. და გაიქცა ადგილიდან. ბედურებაში მიატოვა. და კიდევ ქვეყანა მოხლებია რემსის გამოც. მაგას უადოხი ეკუთვნის. და არა 4-დან 7 წლამდე. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ეგ არის განმოვიცული. არსებულ გამოწვევებზე პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის დირექტორი ირაკლი იზორია საუბრობს. ბოლოს უკვე შევცვალეთ კანონმდებლობა და დაახლოებით 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბებისთვის წესი 10 ქულა უნდა ჩამოაკლდეს მსხვილს, ხოლო 50 კმ/სთ-ის მაღლა თუ არის გადაჭარბების ფაქტი, ამ შემთხვევაში 20 ქულა აკლდება, თუმცა ეს ქულები მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე გვიწერია, რეალურად არ ხდება ამის მოკლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია და სასწრაფო არის ქულების დანერგვა, მიება სიჩქარეზე, ვინაიდან ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ქვეყანაში ეს ქულები რჩება და ჩვენ ვიცით და ვხედავთ, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში იზრდება, ადამიანები ათასობით ლარის ჯარიმას იხდიან, მაგრამ მაინც შქარა გადაადგილდებიან, ამიტომ ალტერნატივაა ის, რომ ქულები უნდა იყოს შემოღებული. ბრძოლები მოპედების და ელექტროსკუტერების არ იცავენ წესებს, ამის რეალური შედეგი არის ის, რომ ხშირად ხედავთ უკვე დაზიანებულ, დაშავებულ ადამიანებს ქუჩებში. სამწუხაროდ არის ძალიან ადეკვატური ყველა იმ გამოწვევის მიმართ, რომელიც ქვეყანაშია, ზოგადად ასევე ავტოსატრანსპორტო შემთხვევებთან მიმართებით, საგზაო წესების კიდევ უფრო მეტად სრულყოფასთან მიმართებით, ასე რომ ნებისმიერ გამოწვევას ჩვენი ხელისუფლება პასუხობს ჯეროვნად და ადეკვატურად. აქედან გამომდინარე, ხა რაღაც შეგნებულად იმ სცენარის დახატვა თითქოს აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება. რა თქმა უნდა, არ ივარგებს, ეს არის საგზაო შემთხვევები და პირველ რიგში აქ თვითშეგნების დონე უნდა ამაღლდეს ჩვენი საზოგადოების. ცნობისათვის 35 წლის კაცი, რომელიც ჯიპის ტიპის ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მის 3 წლის შვილს 13 ივლისის ღამის საათებში დაეჯახა. დაშავებული დედაც და შვილიც კლინიკაში გარდაიცვალნენ. მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულე დედაშვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.